მუსიკას არ შეუძლია აზროვნება, მაგრამ შეუძლია აზრს ხორცი შეასხას. ეს სიტყვები ნიკი მინაჟს და ჯასტინ ბიბერს რომ არ ეხება, ალბათ მიხვდებოდით. თუმცა ის მუსიკა, რომელიც ამ გამონათქვამს ნამდვილად იმსახურებს, რატომღაც გვერდით გვაქვს გადადებული. მიუხედავად ყველაფრისა, საოპერო კონცერტები, როგორც ჩანს, არც ისე მივიწყებული ყოფილა. არც ამ სფეროს წარმომადგენელთა ღვაწლს დაეკარგა დამფასებელი. ხოდა საქართველოს ტენორის ნოდარ ანდღულაძის 85 წლის იუბილე კონსერვატორიის დარბაზში ჩატარებული კონცერტით აღინიშნა. ტენორმა არაერთი თაობა გამოზარდა და მათ შორის თავად ლადო ათანელის კი იყო. ამიტომ ეს უკანასკნელი სამშობლოს სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია. იუბილეს არ გამოაკლდა არც ნინო სურგულაძე, რომელიც ასევე ნოდარ ანდღულაძის იუბილის გამო ჩამოვიდა თბილისში. კიდევ ერთ-ერთი დროებითი რიგითი ჩემი გასტროლი საქართველოში, ჩემს სამშობლოში, რომელიც ეძღვნება ჩემი უძვირფასესი მაესტროს, დიდი მაესტროს, საყვარელი პიროვნების ბატონ ნოდარ ანდღულაძის 85 წლის იუბილეს. მართალია ქართველებს თავისქება გვირჩევნია, მაგრამ ძალიან მუსიკალური ერი რომ ვართ, ეს ფაქტია. ამის გამო ათანელის და სურგულაძეც განსაკუთრებულად ღელავდნენ ქართულ პუბლიკასთან გასვლის წინ. გამთანხმება, რომ საქართველოში სიმღერა ყველაზე ძვირფასია, ყველაზე რა თქმა უნდა სანატრელია. ვღელავ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კონცერტის წინ და ნახოთ რა იქნება. ჩვენ და გასაკვირად სტუმრებს შორის გივი სიხარულიძეს აღმოვაჩინეთ. მსახიობი, მოცეკვავე, მწერალი და უბრალოდ კოლორიტულმა ტიპაჟმა ლადო ათანელთან დაკავშირებით პუბლიკას ჩანახატი წარუდგინა. 7 ნოემბერია თოვლის ტიპებით გადაპეტილ ქალაქში 11 სართულიანი სახლის პანჯარაში თეთრ სამოში გამოწყობილი უნაზესი ფერია ბოშჩას. უდიდესი მაესტრო, კეთილშობილების განსახილება და მოვედი იმის გამო კიდე რომ დღეს ლადო ათანელი მისი გაზრდილი ეს ცნობილი ბარიტონი მსოფლიოში და ვარსკვლავთა ვარსკვლავი რა არის კაცი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა თავისი გამზრდელის გამო, რომ მისთვის მიეძღვნა დღევანდელი საღამო. აი ამან მომიყვანა, სიყვარულმა მომიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე მისული საზოგადოება ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენელი იყო, რამოდენიმე ახალგაზრდასაც მოვკარით თვალი. მათ შორის ცნობილი სახეთ შევნიშნეთ და რა გასაკვირია, რომ ეს უკანასკნელი მომღერალი იყო. ვისწრებ შორიდან და ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ მათი. ნოდარ ანდღულაძის დიდი მაესტროსი, რომელსაც ვიცნობ პირადად და რავი, ყველას წარმატებას ვუსურვებ, იმედია და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი კონცერტი იქნება ძალიან. იუბილეს არც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები გამოკლებიან. კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვით. თუმცა ასეთ კონცერტზე პოლიტიკოსთა ვიზიტები ზედმეტად ზედაპირული რომაა, ესეც უნდა ვაღიაროთ. მიუხედავად იმისა, ჩანს ეს თუ არა, საბედნიეროდ კლასიკური მუსიკის კონცერტებს არა მხოლოდ კონსერვატორიის პედაგოგები და სტუდენტები ესწრებიან. ხოდა ვინც ამ მოსაზრების მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი, გვერწმუნეთ რომ ცდებით.